ძლიერი დარტყმა რუსეთის ომის მანქანას შეერთებულმა შტატებმა ორ მსხვილ რუსულ კომპანიას როსნეფტსა და ლუკოილს სანქციები დაუწესა. შავსიაში მოხვდნენ ორივე კომპანიის 34 შვილობილი კომპანიაც. შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია. ორივე ეს რუსული კომპანია ცოტა ხნის წინ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც. რა იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგი? თამარ ჭავჭავაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, სოფო, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორი უმსხვილესი რუსული ნავთობ კომპანიის როსნეფტისა და ლუკოილის დასანქცირების შესახებ მოწმობს ვაშინგტონის პოზიციის შეცვლას რუსეთის მიმართ და ასევე ცვლილებას საგარეო პოლიტიკის კუთხით, ვინაიდან თეთრი სახლი ყოველთვის აცხადებდა, რომ სანქციებს არ დაუწესებდა რუსეთს, ვიდრე ევროპის ქვეყნები რუსული ნავთობის შეძენას არ შეწყვეტდნენ. დღეს კი შეერთებული შტატების შავსიაში მოხდა ლუკოილი და როსნეფტი 34 შვილობილ კომპანიასთან ერთად, რაც რუსეთის ომის მანქანისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. ჯერჯერობით რუსეთში სანქციების დაწესებაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა დილიდან მოსკოვის ბირჟაზე ლუკოილისა და როსნეფტის აქციებზე ფასები 3.5%-ით დაეცა. განცხადებაში კი, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ნათქვამი არის, რომ ახლა არის დრო მკვლელობებისა და ცეცხლის შესაწყვეტად შეერთებული შტატები ასევე მზადაა შემდგომი ნაბიჯებიც გადადგას, თუ რუსეთი მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. სანქციების დაწესების გამოცხადებას დაემთხვა სენატში. სამი კანონპროექტის ინიცირება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სამივე დოკუმენტს მხარი დაუჭირეს და ერთ-ერთი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს. განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან ნატოს გენერალური მდივნის თანდასწრებით გააკეთა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს დილით მივიღეთ პირველი სამი კანონპროექტი, რომლებიც ეხება რუსეთის მიერ უკრაინაში დღეს წარმოებულ არაპროვოცირებულ ომს. ერთი ითვალისწინებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას უკრაინელი ბავშვების გატაცების გამო. მეორე კი საშუალებას მოგცემს წინ წავიწიოთ რუსეთისთვის შემორთმეული აქტივების გამოყენებისთვის ამ ომში უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო მესამე იქნება ძალისხმევა ჩინეთის მიმართ, რომ შეწყვიტოს რუსეთის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერა. კომიტეტის მიერ ერთხმად მიღებულ ყველა ამ კანონპროექტს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მუდმივად ვერით მათ განხილვას. დიდი დღეა იმ კუთხით, რასაც ვაკეთებთ. ეს არის უზარმაზარი სანქციები ორი მსხვილი კომპანიის წინააღმდეგ და იმედი გვაქვს დიდი ხნით არ იქნება. იმედი გვაქვს ომი მოგვარდება. არ ვიცი ეს სანქციები აიძულებს თუ არა პუტინის მოლაპარაკებებისკენ, მაგრამ გავლენას უდაოდ მოახდენს. მასშტაბური სანქციებია ნავთობზე, მსხვილ ნავთობ კომპანიებზე მსოფლიოში, მაგრამ ისინი რუსულია. აწარმოებენ დიდი რაოდენობით ნავთობს და იმედი გვაქვს პუტინიც გონივრულად მოიქცევა და ზელენსკიც. იცით, რომ ტანგოს ორი მოცეკვავე სჭირდება. შეერთებული შტატების ახალი სანქციების დაწესებასთან ერთად ბრიუსელშიც დაამტკიცეს რუსეთის მიმართ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის თხევადი გაზის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას, ასევე სანქციებს ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და რუსი დიპლომატებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვას. კაია კალასის განცხადებით, სანქციების სამიზნე ასევე არის რუსული ბანკები, კრიპტოვალუტის ბირჟები და ორგანიზაციები ინდოეთსა და ჩინეთში. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს შეხვედრაზე იკრიბებიან და მას ესწრება ვოლოდიმირ ზელენსკიც პრესასთან, უკრაინის ლიდერმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარები გააკეთეს და შტატების მხრიდან რუსული ენერგოკომპანიების დასანქცირებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მკაფიო მესიჯი, რომელსაც რუსეთს ვუგზავნით. მათ ვერ უნდა დაიჯერონ, რომ დავიღალეთ. ჩვენ არ დავღრილვართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა უკრაინაში. უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება. უნდა შეწყვიტოს ომი და დათანხმდეს დიპლომატიურ ძალისხმევას. კერძოდ, დონალდ ტრამპის ინიციატივას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტი ზელენსკი თანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, თანხმდება მოლაპარაკებებს. რაც გჭირდება არის ის, რომ რუსეთიც დათანხმდეს. გახსოვს უკვირას დონალდ ტრამპმა შექმნა ამისათვის პირობები. ყველა მიესალმა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო რუსეთი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირი გზით უკრაინის მხარდაჭერას და დღეს მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური შესაძლებლობებით და რუსეთმა ეს უნდა გაიგოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანქციების მე-19 პაკეტზე მიღებული გადაწყვეტილება. ამისათვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს ემთხვევა დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდით ამას. ღმერთმა ქნას რომ იმუშავოს. რუსეთი არაჩვენებს ომის დასრულების სურვილს. აგრძელებენ თავდასხმებს სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე. საჭიროა ერთობლივი ზეწოლა პუტინზე, რომ შეწყვიტოს ომი. ზეწოლაში იგულისხმება სანქციები, შორმაძილზე მოქმედი შეიარაღება და ფინანსური დახმარება უკრაინისთვის. რაც შეეხება ტომაჰავკებს, ძალიან სენსიტიური საკითხია და გადაწყვეტილება მთლიანად ამერიკულ მხარეზეა. მაგრამ ადრეც დაუჯერებელი იყო ენერგოსანქციები და ვიმედოვნებ, რომ შორმაძილზე მოქმედ შეიარაღებაზეც გვექნება გადაწყვეტილება მომავალში. ეს ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული. ახალი სანქციების გამოცხადების შემდეგ როგორ იქნება რუსეთის რეაგირება, მეტწილად გადაწყვეტს ტრამპი პუტინის ბუდაპეშტში შესაძლო სამიტის ბედსაც. დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრა გააუქმა, რადგან რუსეთი არ დათანხმდა მის მოწოდებას ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უნგრეთში კი ამის მიუხედავად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიარტოს განცხადებით, ადმინისტრაციაში სამშვიდობო სამიტის გამართვაზე უარი არ უთქვამთ და ერთადერთი საკითხი დროის ფაქტორია.